სახალხო რევოლუციიდან ეფექტურ რეფორმებამდე ქართული გამოცდილების შესახებ საქართველოს პრეზიდენტი ვაშინგტონში ბრუკინგსის ინსტიტუტში საუბრობდა. მიხეილ სააკაშვილის გამოსვლამ დარბაზში მყოფთა დიდი ინტერესი გამოიწვია. პრეზიდენტის სიტყვის მოსმენის მსურველთა ნაწილი დარბაზში ფეხზეც კი იდგა, ნაწილი კი შეხვედრას მეორე დარბაზში დამონტაჟებული ეკრანის საშუალებით ადევნებდა თვალს. მიხეილ სააკაშვილი ნახევარი საათის განმავლობაში საუბრობდა მსოფლიოში მიმდინარე რევოლუციურ პროცესებზე, მათ მნიშვნელობასა და ქართული გამოცდილების გაზიარებაზე. პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოში სახალხო რევოლუციამ ხელისუფლებაში მოიყვანა რეფორმატორთა ახალგაზრდა გუნდი, რომელსაც ქვეყნის შენება თავიდან მოუხდა. ეს ის ადამიანები, რომლებიც რეგიონის პოლიტიკას ქმნიან და საზოგადოებრივ აზრს აყალიბებენ, მათ შორის რუსები ჩამოდიან საქართველოში, რათა გაეცნონ ახალ იდეებს ძველი პრობლემების მოსაგვარებლად, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. I'm delighted by the honor of speaking here again in the Brookings. ჩემთვის დიდი პატივია კიდევ ერთხელ გამოვიდე ბრუკინგსის ინსტიტუტში, რომელიც სტროუპტელბოტის ხელმძღვანელობით ამ ქალაქში მთავარი მოთამაშე და საქართველოს დიდი მეგობარია. ბრუკინგსის ინსტიტუტის აუდიტორიასთან საუბარი ჩემთვის ყოველთვის სასიამოვნოა და ამავდროულად ინტელექტუალური გამოწვევაც. ამიტომ მოუთმენლად ველი თქვენთან დებატებს. იმისათვის რომ შევქმნათ ჩვენი დისკუსიის ფონი, მსურს გაგიზიაროთ ჩვენი მოსაზრება ჩრდილოეთ აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ საგანგებო მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოს რევოლუციური ტრანსფორმაციის გამოცდილების გათვალისწინებით. ქალბატონებო და ბატონებო, ისტორიაში მნიშვნელოვანი მოვლენები ყოველთვის მოულოდნელად ხდება. ისინი დაუგეგმავად იჩენს თავს და მათი მთავარი გმირები აღარაფერს ვამბობ ჩვენზე, რომლებიც შორიდან ვაკვირდებით მოვლენებს, იშვიათად აანალიზებენ გამოვლენილ მასშტაბებს. მსოფლიო პოლიტიკაში მსგავსი ამოფრქვევები თითოეული ჩვენგანისგან რადიკალურ რეაქციას მოითხოვს. არისტოტელე ამის შესახებ ფილოსოფიის ჯერ კიდევ საწყის ეტაპზე ამბობდა. ეს არის უნარი, უარი ვთქვათ ჩვეულ სქემებზე. არავინ პროგნოზირებდა და გეგმავდა არც იმ რევოლუციებს, რომლებმაც 1989 წელს აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპა მოიცვა და არც ფერად რევოლუციებს, რომლებიც ევროპის კიდევ უფრო აღმოსავლეთით 15 წლის შემდეგ მოხდა. ახლაც, როდესაც ახლო აღმოსავლეთში სახალხო ამბოხების ტალღა აგორდა, ყველა გააოგნდა. პოლიტიკოსებიც, ანალიტიკოსებიც და სარედაქციო წერილების ავტორებიც. ტუნისისა და ეგვიპტის რევოლუციების შემდეგ ყველა ჩვენგანს შიშისა და გაურკვევლობის განცდა დაეუფლა. ჩვენ მათ პლავაც ვადევნებთ თვალს და ნათლად მაინც არ გვესმის რა მოხდა რეალურად და რაც ყველაზე მთავარია, როგორ განვითარდება მოვლენები. რევოლუციებს აქვს საოცარი უნარი არა მარტო გარდაქმნას ის ქვეყნები, რომლებშიც ეს რევოლუციები ხდება, არამედ გვაიძულებს კიდეც სხვაგვარად ვიაზრუნოთ და ხელახლა ჩამოვაყალიბოთ ჩვენი ხედვა მსოფლიოს შესახებ. რა თქმა უნდა, აქ იმისათვის არ მოსულა, რომ ამ მოვლენების ირგვლივ დასმულ შეკითხვებს ზაპასუხები გავცე, რადგან ასეთი პასუხები არ მაქვს და ვფიქრობ, ეს არც ხვებს შეუძლიათ. მე აქ მოვედი, რათა თქვენთან ერთად ჩავეძიო ამ საკითხებს და გაგიზიაროთ ის გამოცდილება, რომელიც საქართველოს რევოლუციური ტრანსფორმაციიდან შევიძინე. რა შეიძლება ჩვენი აზრით საქართველოს გამოცდილებიდან მიესადაგოს არაბულ გაზაფხულს? რა თვალსაზრისით შეიძლება შევადაროთ ერთმანეთს 80 მილიონიანი მუსულმანური ქვეყანა ქრისტიანულ რესპუბლიკას, რომლის მოსახლეობა 5 მილიონზე ნაკლებია? და რა შეიძლება შევიტყოთ ფერადი რევოლუციების წარმატებებიდან და ხარვეზებიდან, რაც საშუალებას მოგცემს უფრო გონივრულად და ეფექტურად მიუდგეთ ჩრდილო აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის საკითხს. უმეტესი თქვენგანისთვის ცნობილია, რომ დაახლოებით 7 წლის წინათ საქართველო არსებითად არ შემდგარი სახელმწიფო იყო. ფესვგადგმული ბიუროკრატია საზოგადოებაში ყველა ინიციატივას ახშობდა. იყო გაუსაძლისი სიღარიბე, არაადეკვატური ინფრასტრუქტურა და კორუფციის მარწუხებში მოქცეული ეკონომიკა. ასევე თქვენთვის ცნობილია, რომ სახალხო რევოლუციამ ხელისუფლებაში მოიყვანა რეფორმატორთა ახალგაზრდა გუნდი, რომლის ხელმძღვანელობაც მე მხვდა წილად. საქართველოში არსებული ვითარება იმდენად კატასტროფული იყო, რომ ქვეყნის შენება თითქმის თავიდან მოგვიხდა. ვიცოდით, რომ ნახევრად გადადგმული ნაბიჯები და ზედმეტად ფრთხილი ზომები ზღვაში წვეთი იქნებოდა. ეს კი ის ზღვა იყო, რომელშიც საქართველოს სწრაფად იძირებოდა. აქედან გამომდინარე არჩევანი გავაკეთეთ რადიკალურ კურსზე, რომელიც ჩვენ უძველეს, მაგრამ ახალგაზრდა დამოუკიდებელ ქვეყანას რეგიონში რეფორმების ლაბორატორიად გადააქცევდა. ვინ იყვნენ ამ დროს ისინი, ვისაც სიტყვა ჩვენში ვგულისხმობ? მხოლოდ ახალგაზრდები სტუდენტური ორგანიზაციებიდან, ოპოზიციური პარტიებიდან და სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებიდან. მტრულ გეოპოლიტიკურ გარემოში ჩვენს მყიფე ქვეყანაზე ყოველდღიურად გვეკისრებოდა პასუხისმგებლობა. ჩვენ კარს სულ უფრო უახლოვდებოდა რევიზიონისტული რუსეთი. ლოზუნგები, ვარდები, დროშები და პოლიტიკური ფურცლები, რომელსაც ჩვენ როგორც ოპოზიციის, ისე სამოქალაქო საზოგადოების ლიდერები იარაღად ვიყენებდით, უკვე საკმარისი აღარ იყო. რისი გაკეთება შეგვეძლო? მხოლოდ ძველი თაობა უნდა შეგვეცვალა ახლით და მუდმივად ასე უნდა გაგრძელებულიყო. თუ აპირებდით, რომ ჩვენი და იმ ხალხის ოცნების ერთგული დარჩენილიყავით, რომელიც უშიშრად გამოვიდა ქუჩაში წინა რეჟიმის დასამხობად. ჩვენ გავრიცხეთ და დავიწყეთ სწრაფი, რადიკალური და ყოვლისმომცველი რეფორმების პროცესი. ის რაშიც გამოცდილება გვაქვს და შევავსეთ საკუთარი თავის რწმენითა და იმის მზადყოფნით, რომ ენერგიულად გაგვეხორციელებინა ახალი იდეები. არ ვიყავით შეზღუდულები დოგმებით, ბიუროკრატიის მძიმე ტვირთით და გავლენის მქონე ინტერესთა ჯგუფებით. რა თქმა უნდა, ყველაფერში წარმატებას ვერ მივახციეთ.
ჰქონდა მნიშვნელოვანი ხარვეზებიც და ბევრი შეცდომაც. დღეს ის ადამიანები, რომლებიც რეგიონის პოლიტიკას ქმნიან და საზოგადოებრივ აზრს აყალიბებენ, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს მათ შორის რუსებიც, ჩამოდიან საქართველოში, რათა გაეცნούν ახალ იდეებს ძველი პრობლემების მოსაგვარებლად. საქართველოში პირველად ჩამოსული ადამიანების უმეტესობა გაკვირვებულია ჩვენი მინისტრებისა და უმაღლესი სამთავრობო მოხელეების ასაკით. ფაქტობრივად ჩვენს ქვეყანას 30 წლის ასაკის ადამიანები მართავენ. ზოგ შემთხვევაში უფრო ახალგაზრდებიც კი. ეს ერთდროულად შედეგი და ძირითადი მამოძრავებელი ძალა იმისა, რასაც ჟურნალმა ეკონომისტმა ცოტა ხნის წინათ საქართველოს მენტალური რევოლუცია უწოდა. ჩვენი პირველი ყოვლისმომცველი რეფორმა ჩვენი სამართალდამცველი ორგანოების სრული ტრანსფორმაცია იყო და დავიწყეთ იმით, რომ მთელი საგზაო პოლიციის შემადგენლობა დავითხოვეთ. მოგვიანებით ეს ტრანსფორმაცია შეეხო საბაჟო და საგადასახადო სისტემებსაც. ის რომ 2003 წლიდან მსოფლიოს ყველა ქვეყანასთან შედარებით Transparency International-ის კორუფციის მაჩვენებლის თვალსაზრისით მეტი წინსვლა გვაქვს იმის დამსახურებაა, რომ პოლიციასა და ყველა სხვა ბიუროკრატიულ სტრუქტურაში განხორციელდა რადიკალური ცვლილებები და ასევე იმის, რომ ხალხში ფართოდ იყო გავრცელებული განცდა, რომ ეს ცვლილებები მათვე ეკუთვნოდა. ჩვენ ძლიერ სახარბიელო საინვესტიციო კლიმატი შევქმნით, რაც სამ პრინციპზეა დაფუძნებული: მინიმალური რეგულაციები, დაბალი გადასახადები და როგორც უკვე ვახსენეთ, ძლიერი ანტიკორუფციული მოთხოვნები. ჩვენს ქვეყანას ამჟამად მიიჩნევენ მსოფლიოს ისეთ ადგილად, სადაც ყველაზე ადვილია ბიზნესის წარმოება. მსოფლიო ბანკის მონაცემების მიხედვით ამ მხრივ მე-12 ადგილზე ვართ მსოფლიოში და პირველ ადგილზე ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. 2008 წლის სამხედრო შემოჭრამდე და მსოფლიო კრიზისამდე ჩვენ სტაბილური ორციფრიანი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა. ჩვენი ეკონომიკური რეფორმების სიღრმის და სტაბილურობის მაჩვენებელი არის ის, რომ 2009 წელს ამ მაჩვენებლის შემცირების მიუხედავად ჩვენმა ეკონომიკამ, რომლის მამოძრავებელი ძალა პირდაპირ უცხოური ინვესტიციებია, როგორც ინტერვენციის, ისე მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის პირობებში დაამტკიცა თავისი მოქნილობა და სიცოცხლის უნარიანობა. ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა იანვარში ფაქტობრივად 9%-ს მიაღწია. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს ორი რეგიონი ჩვენი ტერიტორიის დაახლოებით 20% ამჟამად რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. ამ ფაქტზე ბევრს ლაპარაკობენ 2008 წლიდან. საქართველოში 5 მილიონზე ნაკლები ადამიანი ცხოვრობს, მაშინ როდესაც 500,000 იძულებით გადაადგილებული პირია. უნდა აღინიშნოს, რომ საბჭოთა კავშირის დასახის შემდეგ პერიოდში საქართველოს სამი რეგიონი ხელოვნურად იყო გამოყოფილი დანარჩენი ერისგან. ერთ-ერთი მათგანი მშვიდობიანად გაათავისუფლეს და დღეს, მაშინ როდესაც აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი იზოლირებულია დანარჩენი მსოფლიოსგან, აჭარა მესამე რეგიონი საქართველოს ახალი ეკონომიკის ცენტრი გახდა. ახალი დუბაი და სინგაპური დემოკრატიულობით. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში აჭარის დედაქალაქში ზღვისპირა კურორტ ბათუმში განხორციელდა 4 მილიარდიანი კერძო ინვესტიცია, იქ სადაც მოსახლეობა 200,000-ზე ნაკლებია. სხვადასხვა ქვეყნის მინისტრები ჩამოდიან საქართველოში და ჩვენს გამოცდილებას სწავლობენ. ჩვენც ვსწავლობთ მაგალითად ესტონეთისა და სინგაპურისგან, რომლებიც ჩვენთვის მისაბაძია. ამჟამინდელმა რევოლუციებმა გვიჩვენა, რომ მთელ მსოფლიოში ხალხის უნივერსალური სწრაფო თავისუფლებისკენ არის ისტორიის ჭეშმარიტი მამოძრავებელი ძალა. და ეს არის მხოლოდ ერთი რეალისტური გრძელვადიანი პოლიტიკა, რომელიც ხელს უწყობს თავისუფლებისაკენ სწრაფოს და წინწევს იმ ღირებულებებს, რომლებსაც ამერიკა ყველაზე უკეთ განასახიერებს მთელს მსოფლიოში. სურს აქ დავასრულო და მაგალითად ამერიკული ისტორიის უდიდესი ფიგურა, ჩემი ძალიან კარგი მეგობარი, რიჩარდ ჰოლბრუკი მოვიყვანო. შესაძლოა ის იყო ჩემი ყველაზე ახლო მეგობარიც კი ამ ქალაქში. დიკი იყო მაქსიმალურად პრაგმატული და ამავდროულად ღრმა იდეალისტი. იგი იყო ჭეშმარიტი მორწმუნე და უდიდესი დიპლომატი. ბოლოდროინდელმა მოვლენებმა დაადასტურა მისი ხედვა ამჟამინდელ მსოფლიოზე. ეს ხედვა მან მეც არაერთხელ გამიზიარდა, რომელიც ახლა ასე საჭიროა, თავისუფლების ღრმა სიყვარული და იმ რისკების აბსოლუტური გაცნობიერება, რომელსაც ის მოითხოვს, იდეალიზმი გულუბრყვილობის გარეშე. Core of young parliamentarians in mid-20s. This is both the result and the main driver of what the economists recently